გადაცემა ეს კულაპი. მე გახლავართ ელისაბედ ლიზი კუჭავა, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ექიმი, ნუტრიციოლოგი და დღეს ეთერშია რუბრიკა შეკითხვები ექიმს. ჩვენი გადაცემა გადის ტრადიციულად 4 შაბათს 20 საათზე, გამეორება იქნება მეორე დღეს, დღის მანძილზე ან ამავე კვირის კვირას ან შაბათს. გადაცემა ყოველთვის ბოლოს გადის და ჩვენ ამ გადაცემაში ვაგროვებთ მთელი თვის განმავლობაში თქვენს მიერ მოწერილ კითხვებს, რომლებიც გროვდება ჩვენ Facebook და Instagram გვერდზე, ასევე იმ შეკითხვებს, რომლებსაც პირადად კლინიკაში გვიტოვებთ ხოლმე. შემდგომში ხდება ამ კლინიკაში და სოციალურ ქსელებში მოწერილი კითხვების დაჯგუფება და მათი ერთ გადაცემაში ფორმირება. შესაბამისად შეირჩევა ხოლმე ყველაზე უფრო მოთხოვნადი გადაცემის თემა და შეძლების დაგვარად ვცდილობთ ხოლმე უპასუხოთ ამ უძირავად ყველა თქვენს სასურველ კითხვას. დღეს ძალიან ბევრი კითხვა მოგროვდა ისევ ერთ-ერთი ყველაზე საჭიროებო პრობლემის გარშემო, ეს არის ჭარბიწონა, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი, ეს არის დიაგნოზი, პრობლემა, რომელიც სულ ხშირად ისმება ხოლმე ქართული ექიმების მიერ და არა მარტო საქართველოში აქტუალური, არამედ მთელი მსოფლიო უკვე განგაშის ზარებს ეხავს იმის გამო, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დგას პრობლემების წინაშე, რომლებიც გამოწვეულია შემდგომში უკვე ჭარბიწონის არსებობით და თუნდაც ის გაფართოებული ჩვენებები, რაც დღეს ხდება ბარიატრიული ოპერაციების მიმართულებით, სწორედ აი ამ პრობლემის გამოძახილია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ცოტაოდენი განმარტება გაგვეკეთებინა და ჩემი როგორც ნუტრიციოლოგის პოზიციიდან გვესაუბრა ამ თემაზე და მეტნაკლებად გაგვეცა პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აი ჩვენს მესენჯერში ისეთი რაოდენობით დაგროვდა. პირველი და ყველაზე ისეთი აქტუალური საკითხი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს Facebook გვერდის მიმდევრებს ადერდებთ, ეს არის ზოგადად რაც წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომი. თვითონ სიტყვა გვეუბნება სინდრომის გარკვეულ სიმპტომო კომპლექსის ერთიანობას ნიშნავს, ეს არ არის რაღაცა ერთ ნიშანზე დაპყრობილი პრობლემა, ეს არის საკმაოდ გაფართოებული სამედიცინო პრობლემა, რომელიც არც ისე დიდი ხანია მედიცინაში იქნა აღწერილი და გამოყოფილი და დღესდღეობით თუ ჩვენი ახალი თაობა უკვე ამ პრობლემას სწავლობს როგორც სერიოზულ სიმპტომო კომპლექსს, ანუ სინდრომს, უფროსი თაობა ამას ვერ დავიკვეხნით ნამდვილად და ჩვენთვის ეს პრობლემა უფრო მეტად იყო ხოლმე შენიღული რაღაცა პრედიაბეტის ნიშნებით და ასე შემდეგ. მეტაბოლური სინდრომი არის კომპლექსური კლინიკური მდგომარეობა, რომლის საფუძველში ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევა დევს. ერთ-ერთი მათგანი არის სიმსუქნე, რომელსაც ჩვენ უფრო მეტად ვაკონკრეტებთ ხოლმე და ვეძახით აბდომინალური, ანუ მუცლის ტიპის სიმსუქნეს, ინსულინ რეზისტენტობა და დისლიპიდემია. დისლიპიდემია ნიშნავს ლიპიდური სპექტრის ნორმალური შემადგენლობის დარღვევას, მაღალი ტრიგლიცერიდები, ამ დროს არის გაზრდილი ქოლესტერინის დონე, რომლებსაც ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულად ვაკონტროლებთ და დღესდღეობით უკვე მთელი ფრაქციების მიხედვით არის ისინი გამოყოფილი და თუ ადრე ქოლესტერინი ერთ დიდ ჯგუფში მოიაზრებოდა, დღეს უკვე ვიცით, რომ არსებობს მისი სხვადასხვა სიმკვრივის და სხვადასხვა მაჩვენებელი, რომელთაგან ყველა არც ისე საშიშია, როგორც ადრე გვესმოდა და ქოლესტერინი დღესდღეობით ტოლობის ნიშნით ერთნიშნულოვნად აღარ დგას ხოლმე, როგორც რაღაცა სამედიცინო პრობლემა. პირიქით, მისი სხვადასხვა ფრაქცია მეტნაკლებად საჭიროა ორგანიზმისთვის, ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასევე თანდართული პრობლემების სახით შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზია, თუმცა ძალიან ხშირად არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს ექიმს გამოაქვს პაციენტთან მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, ზუსტად მაშინ ხდება ხოლმე ხანდახან არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმაც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში და მეტნაკლებად აი ამ დიაგნოზის დასმა ხდება ისეთი ასაკის ადამიანებში, რომლებშიც ჯერ აქტიურად არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებლები არ არის წამოწეული და მათ თუ ის რაღაცა უსიამოვნო სიმპტომო კომპლექსი აწუხებთ, მაგალითად პერიოდული უსიამოვნო შეგრძნებები თავის არეში და ასე შემდეგ, ხშირად დიაგნოსტირებულიც არ აქვს, შეიძლება გაზომილიც არ აქვს წნევა და ამიტომაც როდესაც მეტაბოლური სინდრომი გამოდის ხოლმე დიაგნოზში, ხშირად პარალელურად ისმება ხოლმე არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებლების დარღვევაც და შეიძლება ერთდროულად პაციენტი არა მარტო ენდოკრინოლოგის, არამედ კარდიოლოგის კომპეტენციაშიც მოხვდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ის, რომ სინდრომის მოგვარება არ საჭიროებს ერთი ექიმის ჩარევას. ის შეიძლება მულტიდისციპლინარული გუნდის ჩარევის შედეგად იქნას მხოლოდ მოგვარებული, მეტადრე მაშინ, როდესაც კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არა მარტო თავშად დისლიპიდემია გვივლინდება ხოლმე, არამედ ვლინდება ისეთი არასასურველი გართულება, როგორიცაა თუნდაც ცხიმოვანი ჰეპატოზი და ამ შემთხვევაში ჰეპატოლოგის ჩართულობაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
აქედან გამომდინარე, პაციენტებს ხშირად უკირთხოვნ და ეს კითხვა მოდის, რომ რატომ ითხოვენ ეკოსკოპიას მუცლის ღრუს და რა მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც ამ დიაგნოზის გამოტანისთანავე ექიმს აინტერესებს, ეს არის თუ რა მდგომარეობაშია პაციენტის შინაგანი ორგანოები და ენდოკრინული სისტემა. და ბუნებრივია, ამიტომ ხდება ხოლმე არა ერთი ანალიზის დანიშნა და არა მარტო ლაბორატორია, არამედ კლინიკური კვლევების ჩატარებაც ინსტრუმენტალური მეთოდების თვალსაზრისით, მათ შორის აი თუნდაც მუცლის ღრუს ეკოსკოპია, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის კვლევა დაამატოს ექიმმა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიას, ხშირად არის ხოლმე ესეთი კითხვები, რომ საქართველოში ძალიან არის გავრცელებული და რამდენად მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამდენად მაღლა, რამდენად გავრცელებული ეს დაავადება და ასე შემდეგ. მინდა მოგახსენოთ, რომ არა მარტო საქართველოს დგას ამ პრობლემის წინაშე. საქმე იმაში, რომ მეტაბოლური სინდრომი დღეს სულ უფრო და უფრო მეტად უტევს კაცობრიობას. არის ერთი მოსაზრება, რომ რა თქმა უნდა გაფართოებული დიაგნოსტიკაა და უფრო კარგად და მაღალი ხარისხით ხდება ამ დიაგნოზების გამოტანა და იმიტომაც მოიმატა ამ დაავადებებმა, თუმცა ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილება და რა თქმა უნდა კვების რეჟიმის და თავისებურებების ცვლილება. აი ამაზე ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ შემდგომში, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც განსხვავდება რეგიონების, ქვეყნების, ეთნიკური ჯგუფების, სქესის, ასაკის და უამრავი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. ზოგიერთ სუბსპეციალობაში, ზოგიერთ სუბპოპულაციაში, ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მეტად რა თქმა უნდა ეს მაჩვენებელი შეიძლება საკმაოდ 40%-მდეც კი იყოს მოსახლეობაში, თუმცა ბევრია მათ შორის არადიაგნოსტიკური შემთხვევები. ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით უფრო ნაკლები 20-30%-ს აღწევს. საქართველოს საუბედუროდ არ არის ან მცირე პროცენტიანი ქვეყნების შემადგენლობაში. დღესდღეობით ჩვენთან ძალიან ბევრი არადიაგნოსტირებული შემთხვევა და ამიტომაც ალბათ სამედიცინო პერსონალს საქართველოში არ აგვაქვს სიმშვიდის საფუძველი იმ მიმართულებით, რომ მეტაბოლური სინდრომი დავუშვათ ჩვენთან არ არის ან ნაკლებადაა გავრცელებული. რა იწვევს მეტაბოლურ სინდრომს და რა შუაშია ინსულინ რეზისტენტობა ამ მიმართებაში? საქმე იმაშია, რომ მეტაბოლური სინდრომის დროს ძალიან აქტიურად ვლინდება გლიკოზის ჰომეოსტაზის დარღვევები და ცხიმოვან ქსოვილში ლიპიდური ასე ვთქვათ მობილიზაციის პროცესებზე რაღაცა ესეთი აქტიური ცვლილებების არსებობა. ინსულინ რეზისტენტობა იწვევს ქოლესტერინის ჭარბ დაგროვებას, ეგრეთ წოდებულ ჰიპერქოლესტერინემიას, რაც აძლიერებს უკვე არტერიულ ჰიპერტენზიას. თქვენ იცით, რომ ეს მარტივი ფიზიკის კანონებითაც კი შეიძლება ავხსნათ, თუმცა არც ისე მარტივადაა საქმე. ეს არის ერთგვარი სანატური ჩვენი სისხლი, რომელშიც მოძრაობს სისხლი და როცა ხდება მასში ეს ლიპიდური ფენის უკვე გამსხვილება და შიგნით დალექვა, ასე ვთქვათ, შესაბამისად სანატური ვიწროვდება და სისხლის უფრო მაღალი წნევით იწყებს მასში გადაადგილებას. დისლიპიდემია ასევე იწვევს ანთებით პროცესებს, მნიშვნელოვანია მიკრობიომის დარღვევაც მეტაბოლური სინდრომის დროს და უფრო ხშირად საუბრობენ მეცნიერები იმაზე, რომ მიკრობიომის დარღვევა ძალიან ხშირად შეიძლება ტრიგერადაც ან გამოწვევ ფაქტორადაც კი განვიხილოთ, როგორც მეტაბოლური სინდრომი და შემდგომში უკვე ეს ჭარბი წონის და სხვადასხვა პრობლემების განვითარება, მათ შორის შაქრიან დიაბეტიც არის ხოლმე ძალიან სერიოზული კვლევები, ასევე ქრონიკური სტრესი არა მხოლოდ ემოციურ დატვირთვას გულისხმობს და ფიზიკურ სტრესს, არამედ სტრესს, რომელსაც ორგანიზმი განიცდის გარემო არაადეკვატური გარემო პირობების გამო. ადრენოკორტიკოსტეროიდების და ჰორმონების ზოგადი დისბალანსი, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ მეტაბოლური სინდრომის განვითარებას და ჩვენ პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, რომ არის ესეთი მოსაზრება, რომ აი უფრო აქტიურ ურბანული ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ ეს პრობლემა და რამდენად არის ეს მოსაზრება მართალი და მითია თუ არა. საქმე იმაშია, სამწუხაროდ ეს მითი ნამდვილად არ არის. სტატისტიკური მონაცემებიც კი არსებობს იმისა, რომ ქალაქის იმ მოსახლეებს, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების წესით არიან დაკავებული და უფრო მეტად ოფისის სამუშაოებს, ასე ვთქვათ, სამუშაოებით არიან დაკავებული, მათში უფრო მომატებული რაოდენობით აღინიშნება მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის მეტაბოლური სინდრომის სახით და შესაბამისად გაზრდილია კარდიოვასკულარული პრობლემებიც, კორონარული არტერიების დაავადებებიც და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ასევე გამოვლენის და განვითარების და ასევე რთულად მიმდინარე შემთხვევების ვარიანტებიც. საქმე იმაშია, რომ მსგავსი პრობლემები ხშირად ასოცირდება საკმაოდ რთულად ან შემიღბულად გამოხატულ ნევროპათიურ რაღაც ცვლილებებთან. შესაბამისად, ცვლილებები ხდება უკვე შინაგან ორგანოებშიც, იგივე ჩვენ ვახსენეთ ღვიძლის გაცხიმოვნება, ცხიმოვანი ღვიძლის სიმპტომის სახით და ასევე ძალიან სერიოზული მიმართულებაა და სერიოზული პრობლემაა დღესდღეობით რეპროდუქტიულ მედიცინაში ჭარბი წონის კორელაცია მეტაბოლური სინდრომის
კორელაცია შვილოსნობის უნარის დაქვეითებასთან, ანუ რეპროდუქციული პრობლემებთან და არა მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცის რეპროდუქტიული სისტემაზეც მოქმედებს. პაციენტთა შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეკიპს გამოაქვს HV იმის შესახებ, რომ ეს შესაძლებელია პაციენტთან არის მეტაბოლური სინდრომი და იწყებს უკვე გაძლიერებულ და გარმოვებულ კვლევას, თითქოს არ ჩანს ეს ისეთი რთული და ზედაპირული პრობლემა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ მაგარ რთულებებს იწვევს და ამიტომაც დროულად ჩართულ მკურნალობას, ცხოვრების წესის, ასე ვთქვათ, შეცვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით 1998 წლიდან ალაპარაკდა მედიცინა უფრო ესე აქტიურად ამ პრობლემის შესახებ, მას მერე რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ხალხში გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭარბიწონა წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომის გამოვლენების გარკვეულ სახეს, უკვე მეცნიერულად დაადასტურა და დაასაბუთა და ამ პერიოდიდან უკვე ენდოკრინოლოგები და მედიცინის სხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვა სპეციალისტები იწყებენ უფრო აქტიურ დეტალურ კვლევას ამ მიმართულებით და ნახულობენ, რომ ხალხის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სულად დიაგნოსტირებული, მანიფესტირებული, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზიის რომელიმე მძიმე ფორმა, გარკვეულ რისკს წარმოადგენდა მსგავსი დაავადებების და ერთ-ერთი საყურადღებო ფიზიკალური ნიშანი, რომელიც თვალში ანამნეზის მოგროვების დროსაც კი ეკიპს ხდება, ეს იყო პაციენტის აბდომინალური სიმსუქნე. აბდომინური სიმსუქნე, ეს არის სიმსუქნე გამოხატული მუცლის გარშემოწერილობაზე ცხიმის დაგროვებით. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის დღეს ძალიან მოდული გახდა, ასე ვთქვათ, ნუტრიციოლოგიის თემა საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ფიტნეს ინდუსტრიის განვითარებასთან, ველნეს ინდუსტრიის ასევე განვითარებასთან ერთად და ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა BMI ინდექსი, ან ბოდიშ სხეულის მასის ინდექსი, body mass index-ი, ასევე ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე რაღაცა გარშემოწერილობებზე და მინდა გითხრათ, რომ სხეულის მასის ინდექსის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე პაციენტის გაეზომოს გარშემოწერილობა, ვინაიდან სწორედ გარშემოწერილობის საფუძველზე ხდება ხოლმე ძალიან ისეთი თან ვიზუალური ეფექტი აქვს ამას ძალიან საინტერესო. ექიმი კაბინეტში შემოსვლისთანავე შეიძლება უკვე პაციენტზე ფიქრობდეს, რომ ის რისკის ჯგუფში აღმოჩნდება. ხშირად ამ ცხიმის ასეთი ფორმის დაგროვებას პაციენტები აბრალებენ მჯდომარი ცხოვრების წესს და ეგრეთ წოდებული მუცლის პრესის კუნთების განუვითარებლობას, რომ მაინც არ ვარჯიშობს და იმიტომ დაედო ესეთი ცხიმი დაუშვათ მუცლის მიდამოზე. თუმცა როდესაც უკვე ცოტა ღრმა კვლევას ჩავატარებთ ხოლმე, იქ შესაძლებელია უკვე აღმოჩნდეს რეალური დარღვევები. დიაგნოზის დასასმელად საჭირო არის სიმსუქნესთან ერთად გამოვიდეს ინსულინ რეზისტენტობა, პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტის რომელიმე ტიპი 2 ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია. ამიტომ სწორედ აღნიშნე, რომ პაციენტი ძალიან ხშირად უკვე გადადის ენდოკრინოლოგის კომპეტენციის გვერდზე, კარდიოლოგთან ერთადაც და შეიძლება თუ უმკურნალების შემთხვევები იქნება და პაციენტმა არ მიხედა დროულად, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცუდ შემთხვევებში მეუბნები გართულებების სახით კარდიოქირურგის კომპეტენციაშიც კი აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს იგივე სტენტირება, შუნტირება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება დროული კორექცია. ხშირად ამ დაავადებას შეიძლება ხდეს სხვა ქრონიკული დაავადებაც არსებობს მკიცებულება, რომ დაკავშირებული არის ქალებში ისეთ სამწუხარო და შედარებით რთულ დიაგნოზთან, როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, იგივე შტეინ-ლევენტალის სინდრომი, რომელიც დღესდღეობით გინეკოლოგია, რეპროდუქციული გინეკოლოგია საკმაოდ აქტიურად, ასე ვთქვათ, ებრძვის და ერთ-ერთ შვილოსნობის შეზღუდვის პრობლემათაც განიხილავს მას. და ასევე ძალიან აქტიურად ექიმები მოგვიწოდებენ დღეს გამოვიყენოთ მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების არიდების პრევენციის პროფილაქტიკის მეთოდები, რომლებიც რისკის ჯგუფებში განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გენეტიკური პრედისპოზიცია აღინიშნება, ან არა მარტო გენეტიკური პრედისპოზიცია, ხშირად მნიშვნელოვანია ცხოვრების ერთნაირი სტილის არსებობა, მაგალითად ოჯახებში, სადაც იღებენ ერთნაირი საკვებს, ერთნაირი საარსებო გარემო, ერთნაირი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა არსებობს უფრო მეტი შანსი, რომ მსგავსი სინდრომით იყოს დაავადებული ერთი და ერთზე მეტი ოჯახის წევრი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არიდების გზა არის ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში, რომ ბრძოლოთ ამ ჭარბ წონას მანამ, სანამ იგი გარდაექცა უკვე ჭეშმარიტ სიმსუქნედ მისი ხარისხების მიხედვით და მე აქ ცოტა ხნის წინ პაციენტების მიერ მოწერილი BMI როგორ გამოვთვალოთ ესეთი კითხვებიც არის. მინდა გითხრათ, რომ არსებობს კარგი არის თუ თქვენ დაუშვათ ეს მექანიკური გადაყვანით გიჭირთ ამის გაკეთება, რომლის მიხედვით შეგიძლიათ თვითონაც გააკეთოთ, გამოთვალოთ საკუთარი წონა. ეს არის საკმაოდ ადაპტირებული დაუშვათ იგივე მეტრაჟულ სიმაღლის საზომებზე, თქვენ მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირად საზღვავს წონასაც და სიმაღლესაც პაციენტი, ჩვენ სარგებლობთ ამ შემთხვევაში კილოგრამებით და სანტიმეტრებით და მეტრებით. წონა კილოგრამებში გაყოფილი არის ჩვენი სხეულის სიმაღლის მეტ კვადრატზე და მიღებული შედეგის ძალიან დეტალური ანალიზი განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოსტიკას იმისა თუ რომელი პრობლემა აინახეთ თუ ადამიანი არის დასრული, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ამ BMI-ის ინდექსზე დაყრდნობით უკვე დიაგნოზის გამოტანა. საქმე იმაშია, თუ BMI 16-ზე ნაკლები არის უკვე სახიფათო სიგამტყრეა, მერე 16-და და 17 შორის უკვე საშუალო სიგამტყრეზეა, შედარებით ნაკლები სიგამტყრე არის უკვე 18 და 18.5, 18.5 25-მდე პაციენტი უკვე ნორმალური BMI ინდექსის მქონია, 25-ზევით იწყება უკვე 30-მდე ჭარბი წონა და აი შემდგომ უკვე გრადუირების მიხედვით იწყება პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, მესამე ხარისხის სიმსუქნე და თქვენ უკვე მოგეხსენებათ, რომ აი ზუსტად ბარიატრიული მედიცინის ქირურგიის განვითარებაც საქართველოში განსაკუთრებით ზუსტად აი სიმსუქნის ხარისხების მიხედვით ძალიან აქტიურად ერევა, თუმცა მე ყოველთვის მოვუწოდებ ხოლმე, რომ იმ შემთხვევაში სანამ შესაძლებელია რომ პაციენტს ამ საკმაოდ ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდს ავარიდოთ, რა თქმა უნდა უჯობესია საკუთარი ძალებით სანამ შევძლებთ დავამარცხოთ ჭარბი წონა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში ძალიან კარგი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ თქვენთან ერთად მოვახერხოთ ამის მართვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ლაბორატორიაც კლინიკაში, ინსტრუმენტალური კვლევების ტარდება, სპეციალისტებიც ყავს და აქედან გამომდინარე ყოველთვის არ არის რა თქმა უნდა საჭირო და სასურველი და მეტადრე მაშინ, როცა თქვენ ეს ოპერაცია გაქვთ ჩატარებული, მაშინაც კი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტროენტეროლოგის სხვადასხვა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, არა იმიტომ, რომ როგორც პაციენტებს ეშინიათ, რომ კვლავ არ მოხდეს წონის უმატება, არამედ იმიტომ, რომ მოხდეს მინერალების, ვიტამინების და ორგანიზმისთვის სასიცოცხლო სხვადასხვა პარამეტრების მუდმივი სტაბილურ დონეზე შენარჩუნება. აი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება ყველა პაციენტისთვის, ვინც ეს ოპერაცია გაიკეთა და მე წარმატებით ჩაიდარა და დღეს მაყოფილია თავისი წონით, რომ არ გადავდოთ ვიზიტი, ჩავთვლით, რომ ოპერაცია ერთჯერადად გაკეთდა და ამით პრობლემა მოგვარდა. საქმე იმაშია, რომ ბარიატრიული ოპერაციის მერე საჭირო არის მონიტორინგი და სხვადასხვა პარამეტრების, ასე ვთქვათ, პერიოდული შემოწმება. ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი რაც არის, აქ ჩვენ ვახსენეთ, ეს არის მუცლის გარშემოწერილობა. მუცლის გარშემოწერილობაც არ არის რთული გასაზომი, პაციენტს შეუძლია ელემენტარული საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, სანტიმეტრის საშუალებით გაიზომოს, მამაკაცებში 100 ზევით, 101 და 6 ზევით და ქალებში 88-90 ამბობს ზოგიერთი კვლევა ზევით, უკვე ნიშნავს აბდომინალური ცხიმის დაგროვების არსებობას. განსაკუთრებით ყურადღება მიაქცეთ იმ თანაფარდობას, როდესაც სხეული ზოგადად გაცხიმონებულია, მაგრამ რატომაც უფრო დიდი ზომის არის მუცელი, აი ამას აქ უკვე ასეთ შემთხვევაში უკვე გამოგვაქვს ხოლმე, რომ ცხიმი უპირატესად დაალაგდა მუცლის მიდამოზე, რაც სავარაუდოდ ქოლესტერინის დაგროვებაზეც მიუთითებს. თუმცა ესეთი ერთმნიშვნელოვანი პარალელის გავლება და ტოლობის ნიშნის დასმა, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება იმ პაციენტებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ხოლმე ძალიან ხშირად, აი მე გითხარით, რომ მეტაბოლური სინდრომის დასმამდე არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პაციენტი წერს, რომ აიცით რა, რომ მივედი იქიდან, ექიმმა გამიწვია წნევა და იმ შემთხვევაში აღმოაჩნდა მხოლოდ ეთყობა ვინერვული და მაშინ იყო მარტო წნევა. არა, ხშირად ამ პაციენტებს წნევა აწუხებთ, მათ არ იციან, მაგრამ როცა ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში ხან-ხან კარდიოლოგი მიმართავს მონიტორინგს რაღაცა ერთი დღის მანძილზე დაკვირვებას, რომ ნახოთ დღის განმავლობაში რა შევა. წნევის მაჩვენებელი. შემდგომ ეს არის ტრიგლიცერიდების განსაზღვრა, ეს უკვე ლაბორატორიული კვლევა, გლიკემიის მაჩვენებლის განსაზღვრა და ლიპოპროტეინების, რა თქმა უნდა, განსაზღვრა, იმიტომ რომ მე თქვენ გითხარით, რომ მათ თანაფარდობას, მათ რიცხობრივ მნიშვნელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა რითი შეიძლება ვებრძოლოთ? იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი არის გამოტანილი, პირველი, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ხალხსაც აინტერესებს, ეს არის
თვითონ რა შეუძლია გააკეთოს. ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ყველაზე ადვილად მოგვარებადი პროგრამა, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება თქვენ თავს დაუსახოთ მიზნად და შეასრულოთ, ეს არის პირველი ფიზიკური აქტივობის გაზრდა და მეორე არა მარტო კვების შემცირება, არამედ კვების დაბალანსება. და არსებობს ამაზე ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა, როდესაც სპეციალისტებმა ნახეს, რომ ადამიანები, რომლებიც კვებას იზღუდავდნენ და გადადიოდნენ ერთჯერად კვებაზე, უფრო წარუმატებლად ებრძოდნენ წონას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მრავალჯერადი, მაგრამ შემცირებული დოზებით მიირთმევდნენ. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება თუ პროფესიონალი ნუტრიციოლოგის რჩევის მიხედვით შერჩევოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებულ კვებას გაითვალისწინებთ, მაგრამ აუცილებლად შევხამებთ ფიზიკურ აქტივობას. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური აქტივობა, კუნთური მოძრაობა ამცირებს ასე ვთქვათ, სისხლში მარტივად რომ ახსნათ გლუკოზის დონეს, ასე ვთქვათ, და იწვევს მაიმ სასურველი პარამეტრების დაბალანსებას. ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასურველი შედეგი სწორედ დოზირებული ფიზიკური დატვირთვისას მიიღება. აუცილებელი არ არის ხანძრივი გამთანგველი ვარჯიშები ტრენაჟორებში. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გასეირნებითაც კი გამოხატოთ ეს საღამოს ქალაქში ან ასე ვთქვათ, თუ სადმე გაქვთ საშუალება რომ ბუნების წიაღშიც გაისეირნოთ. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დროული ანალიზების ჩაბარება და რა თქმა უნდა პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში მათი მონიტორინგი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის დიაგნოზი გამოვიდა, ან შაქრიანი დიაბეტეობა დიაგნოსტირებული, რა თქმა უნდა სპეციალური შერჩეული დიეტის რეჟიმის დაცვა, იმიტომ რომ თვითმკურნალობა ისევე როგორც თვითონ შერჩეული დიეტა ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. საქმე იმაშია, რომ თქვენ მოწერილებში ხშირად არის ხოლმე რომ ღვიძლი მეჭმევა, ლეღვი მეჭმევა პაციენტები სვამენ ესეთ კითხვებს ან რაღაცა კონკრეტულ საკუთზე. მეცად გეტყვით, არსებობს ნამცხვარიც კი, რომელიც დიაბეტიანს არ ეჭმევა დაუშვათ, არსებობს სპეციალურად მომზადებული, ეგრეთ წოდებული დიაბეტური ტკბილეული, რომელსაც პაციენტს ვაძლევთ, ასევე წვენები, მაგრამ არსებობს თუნდაც, ასე ვთქვათ, არა ტკბილი საჭმელი, რომელიც შეიძლება დიაბეტიან პაციენტს შეუზღუდოთ. აქ მნიშვნელობა არა მარტო სახელწოდებას საკვების, არამედ ის თუ როგორ მომზადდა, რა პირობებში მომზადდა და როგორია მისი შემადგენლობა, შემადგენელი კომპონენტები. მეტაბოლური სინდრომი, ეგრეთ წოდებული იქ სინდრომი, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ და განსაკუთრებით აქტუალური გახდა პრობლემა მაშინ, როდესაც წამოვიდა მსგავსი პრობლემები ახალგაზრდა ასაკის ბავშვებში. და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცა სკოლის კვების რეჟიმის დარღვევას და ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დონეზეც კი გახდა ამ პრობლემის გარჩევა საჭირო და დღეს არის საუბარი იმაზე, რომ სკოლაში კვებაზე სახელმწიფო მიზნობს, იმიტომ რომ საქმე იმაში იყო, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, დღის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ ოჯახგარეთ და რა თქმა უნდა არ იკვებებოდნენ ოჯახში, ძირითადად ხვდებოდნენ კომერციულად კარგად გაპიარებულ საკვებ ობიექტებში და იკვებებოდნენ იმ საკვებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად უწყობდა წონის მატებას ხელს. არა მარტო წონის მატებას, არამედ არაჯანსაღ ნივთიერებებითა და მინერალებით და ასე ვთქვათ, არაჯანსაღი რეჟიმით ორგანიზმის ცხოვრებას. საქმე იმაშია, რომ ესეთი მაღალკალორიული საკვების ერთჯერადი მიღება და ნაყროვანების შექმნება შემდგომში მათ უქმნიდა სიმაწრის ყალბშემცნებას და ისინი ძალიან ხშირად უკვე ოჯახში მისული დაუშვათ საოჯახო პირობებში მომზადებულ სადილზე უარს ამბობდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვები, როდესაც მათ შეათ, ზუსტად იმ საკვებით, ასე ვთქვათ, მოვამარაგოთ და ის საკვები მივაწოდოთ, რომელიც მათ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი წყაროდან მოპოვებული ნივთიერებებითა და მე ვიტყოდი, რომ ეს საკვები არა მარტო შემადგენლობით უნდა იყოს კარგი, არამედ თვითონ შემადგენელი ინგრედიენტებიც უნდა იყოს კარგი და ჯანსაღ უნიტრატო და ასე ვთქვათ, არა დაავადებულ გარემოში გაზრდილი. იგივე თუნდაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იყო ქვეყანა, რომელშიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა სკანდალი, მაგალითად შაურმის შემადგენლობაზე, ხორცის ვარგისიანობაზე და ასე შემდეგ. და შესაბამისად აი ესეთი პრობლემების თავიდან არიდება და რა თქმა უნდა მაღალკალორიული გაზირებული ტკბილი სასმელების გამოყენება მეტნაკლებად იცავს მათ ჭარბი წონისგან. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის კომპიუტერული გაჯეტებისა და ასე ვთქვათ მობილურობის თაობა, რომლებიც სულ უფრო და უფრო შეზღუდულად მიმართავს ფიზიკურ აქტივობას და ეს ასევე გარკვეულწილად იწვევს აი ამ პრობლემას, რომელსაც ქვია ჭარბი წონის დაგროვება.
მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ კიდევ ერთი არასასურველი ფაქტი, რომელიც ჩვენ გვხვდება, ეს არის რეპროდუქტოლოგთა და გინეკოლოგთა პრობლემა, მათ მიერ ატეხილი განგაში, როდესაც მათ გამოთქვეს, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებშიც ძალიან ხშირი არის დღესდღეობით ჭარბიწონა და პრობლემა მეტაბოლური სინდრომის არა მარტო მათთან, არამედ ორსულებთანაც არის. საქმე იმაში, რომ ხალხური განათქმა ორსული ორმაგად უნდა იკვებებოდეს, იმიტომ რომ ორმი არიან, არ არის სწორი ეს ერთ-ერთი პრობლემა. დღეს უკვე ორსულებსაც კი სპეციალურ დიეტაზე ვამყოფებთ ხოლმე, მოვუწოდებთ, რომ ამ დაიცვან ესეთი რეჟიმი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჭარბიწონის დაგროვება ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად და ცუდად მოქმედებს მასზე, მაგრამ ასევე ძალიან არასწორია ჭარბიწონის მქონე ინდივიდი, როდესაც რეპროდუქტოლოგთან მიდის, ხშირად რეპროდუქტოლოგი ურჩევს ხოლმე წონის დაბალანსებას და იგნება, რომ აი წონის დაბალანსება შეიძლება ერთ-ერთი კარგი ფაქტორი აღმოჩნდეს თავშევ დაორსულებისთვის და საქმე იმაშია, რომ ეს მოსაზრებაც რა თქმა უნდა არ არის არამეცნიერებრივი და არ არის შორს ჭეშმარიტებასთან. რაც შეეხება დემოგრაფიულ ფაქტორებზე, აი ამაზეც გვაქვს ხოლმე კითხვები. მე თქვენ გითხარით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში 13-დან 50%-მდე არის სიხშირე, აი სხვადასხვანაირი დიაპაზონით იცვლება და ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალურ-ეკონომიური და საყოფაცხოვრებო გარემო. რაც შეეხება ღვიძლისხმოვან ჰეპატოზს, ეს არ არის მხოლოდ ჭარბწონიანთა ხვედრი, აი აფრიკის ზოგიერთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის წონის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი, იქაც კი აღინიშნება. საქმე იმაშია, რომ აქ მხოლოდ წონის პრობლემა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ესეც იყოს. სიმსუქნის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი არის საშუალო მაღალი შემოსავლისა და განათლების მქონე ქვეყანაში, სადაც ხალხი ზრუნავს საკუთარ განათლებაზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ასე ვთქვათ ფიზიკურ შესახედაობაზე, მაგრამ არის მთელი რიგი კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ ზოგიერთ პოპულაციაში შედარებით უფრო მაღალია და ეგ უკვე ამ კვების თავისებურებასაც, ცხოვრების წესსაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. დადგენილია, რომ მოცლათყოფისა და ადრეული ბავშვობის პერიოდში მოქმედი ფაქტორები ასევე ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს უკვე შემდგომ ასაკში სიმსუქნისადმი პრედისპოზიციას წინასწარ გაწყობას, როდესაც ახალშობილი იბადება ხოლმე, რატომაც საქართველოში ძალიან უყართ მიულოცავენ ხოლმე და ახარებენ, რომ ძალიან დიდი წონის ბავშვი დაიბადა, მაგრამ ეს არც ისე სასიხარულოა. არა მარტო ნეონატოლოგების თვალსაზრისით, რომლებიც თქვენ რომ იცვლება ამ შემთხვევაში მათი იზრდება მათი ტრავმატული ან სამშობიარო ტრავმების რიცხვი და რაოდენობა, მაგრამ არამედ იმიტომაც, რომ აი უკვე ნუტრიციოლოგიური თვალსაზრისითაც დადგენილია, რომ ასეთი ბავშვები ხშირად მერე დასულ ასაკში უკვე ავლენენ პრობლემებს მეტაბოლური სინდრომის კუთხითაც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იდეალურ ვარიანტში ზუსტად ის იდეალური წონის ბავშვები გვიხარია ყველაზე მეტად, რომლებიც ზოგადად მიღებულია, ზოგადად აღწერილია სამედიცინო ლიტერატურაში და ნორმალური წონის, ნორმალური ზომის ახალშობილი, რა თქმა უნდა, დროული ახალშობილი ყველაზე დიდ სიხარულს და ასე ვთქვათ, ექიმთა მაღალ შეფასებას იწვევს იმ ფულებითაც კი, რომლითაც ვაფასებთ ხოლმე. სადღეისოდ ითვლება, რომ დედის სიმსუქნე ცვლის სხეულის მასის რეგულაციაში მონაწილე ტვილის უბნებისა და პერიფერიული ქსოვილების განვითარებას. აქედან გამომდინარე, დედის ჭარბიწონაც მნიშვნელოვანი, მით უმეტეს მეძუძური დედისაც, არა მხოლოდ ორსული ქალბატონის. ეს ხდება გენეტიკური ცვლილებების შედეგად, რაც ცვლის მითითებულ ქსოვილებში გარკვეული გენების ექსპრესიას და შესაბამისად, როდესაც დედას ცოტა მაღალი აქვს წონა, აქ ექიმი როცა მის წონაზე იწყებს ფიქს და ცდილობს რომ დაარეგულიროს, ზოგადად არა მარტო დედის ჯანმრთელობაზე, არამედ მომავალი თაობის, მომავალი შვილის ახალდაბადებული ბავშვის თაობაზე და მის ჯანმრთელობაზეც რა თქმა უნდა. 20-დან 55 წლის ასაკამდე პერიოდში ჩვეულებრივ ყველაზე მეტად არის ხოლმე მერყეობა აი ამ დაავადებების, აი ამ გამოვლინებების, ასევე მეტაბოლური სინდრომის რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად აი ამ პერიოდში ამ დისბალანსის გადალახვას. ხშირ შემთხვევაში ცნობილია, რომ ჭარბწონას ადამიანები სხვადასხვა მავნე-ჩვევის ჩანაცვლებით ებრძვიან, მათ შორის არის ხოლმე მოსაზრებები ჩვენ ეს მოწერილებშიც გვაქვს, რომ აი სიგარეტის მოწევასთან თავი დაანება ვიღაცამ სიგარეტის მოწევას და მერე დაიწყო ჭარბის წონის დაგროვება და საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში სიგარეტი არის ერთგვარი ყურადღების გადატანის ფაქტორი და თუ ვერ მოხერხდა იმის დაბალანსება, რა თქმა უნდა, სიგარეტის მიტოვებას და მერე თუ პაციენტი იწყებს უკვე ყვებას იმ შუალედებში, როცა მას ენატრება თამბაქოს მოწევა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს წონის დაგროვებას, თუმცა პირდაპირ კორელაცია პირიქით მინდა მოგიწოდოთ, რომ სიგარეტი მავნეა და რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია მისი მიტოვება და აქ წონის მატება დაუშვათ ამ მხრივ სიგარეტის
ვარდისიანობაზე და სარგებლიანობაზე რა თქმა უნდა არ მოქმედებს. და კიდევ ერთი რა შეიძლება გამოიწვიოს ქალბატონებში ეს განსაკუთრებით ხშირად ეს კითხვა მენოპაუზის პერიოდში რატომ ხდება წონის დაგროვება ქალებში წონის მატება და ცხიმის ცენტრალური დაგროვება ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ წელის მიდამოში ცხიმის დაგროვება მენოპაუზის პერიოდში ადრეულ პერიოდში ხშირად შეიმჩნევა ხოლმე მიიჩნევა რომ ცხიმოვანი მასის მომატება ცხიმის ვისერალური დაგროვებასთან ერთად ენერგიის შემცირებულ ხარჯვასთან არის დაკავშირებული მენოპაუზის პერიოდში მატულობს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე რაც წონის მატების ფაქტორს წარმოადგენს ერთ-ერთ ფაქტორს და არსებობს უამრავი კვლევები რომლებიც გვეუბნება რომ აი დაახლოებით 52-დან 58 წლის ასაკამდე ქალბატონს 1550 ქალზე ჩატარდა ასეთი კვლევის პერიოდში 2.8 კილოგრამით მომატება აღენიშნათ იმ პერიოდში როცა მათ არ გაზარდეს კვების რაციონის კალორაჟი ასე ვთქვათ და 55.7 სანტიმეტრით იყო დაახლოებით გაზრდილი მუცლის გარშემოწერილობა 2.5 კილოგრამთან შესაბამისობაში. აღსანიშნავია რომ წონის მატება არ შეაფერხა ესტროგენების მკურნალობა და ეს უკვე ცნობილია, თუმცა როცა ქალბატონი ამ ლამაზ ასაკში ეტაპზე გადადის, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ხოლმე რომ მან გაზარდოს ფიზიკური აქტივობა, მეტი ყურადღება მიაქციოს ჯანსაღ საკვებს და რა თქმა უნდა ეს პერიოდის გავლის მერე შესაბამისად ხდება ხოლმე ცხოვრების წესის და რეჟიმის დაბალანსება. თან ამასაც ხშირად ემთხვევა ხოლმე ქალები საოჯახო საქმიანობაში ჩაძირვა, თქვენ მოგეხსენებათ რომ ეს ჩვენი ცხოვრების ეტაპები, როცა ქალი უკვე აქტიური დედობის ფაზიდან გადადის უფრო მდორე და წყნარ რეჟიმში და ესეც თავისებურად იწვევს. და კიდე ერთი ბოლო და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ხშირად საუბრობენ ექიმები, ეს არის ძილ-ძილის რეჟიმის დარღვევა და მასთან დაკავშირებული წონის პრობლემები. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკვე ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება არსებობს, მჭიდრო და არსებითი კავშირი არსებობს ძილის ხანგრძლივობის შემცირებასა და არა მარტო ხანგრძლივობის, არამედ ძილის ხარისხის გაუარესებასა და წონის დაგროვებასთან ერთად. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ ადამიანები, რომლებიც ღამით გვიანობამდე მუშაობენ, ეცადონ, რომ სადღაც 2 საათამდე მაინც მოახერხონ ღამის, რა თქმა უნდა, საუბარია მათ დაძინება. იმიტომ რომ აი პერიოდში მთელი რიგი კასკადური, ასე ვთქვათ, ჰორმონალური ცვლილებები იწყება ორგანიზმში, რაც დადებითად ისახება იმაზე, რომ წონა არ მოიმატოს, თუმცა თუ ეს რეჟიმი მუდმივად დარღვეულია, ორგანიზმი გარკვეულ სტრესულ გარემოში ცხოვრობს და შესაბამისად მოსალოდნელი არის ეგრეთ წოდებული თავდაცვითი რეაქციის ამუშავება ამ სტრესზე, რომელიც გულისხმობს მათ შორის წონის დაგროვებასაც. ადამიანები, რომლებიც აქვთ ესეთი ძილის ხანგრძლივობა დარღვეული და სამუშაო გარემო მათი ისეთია, რომ ხშირად უწევთ ღამის მორიგეობები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად არიან სტრესული სამუშაოს წარმომადგენლები, ხშირად ესენი არიან ზუსტად აი ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, გულისხმობ ექიმებშია ძალიან ხშირად ღამის მორიგეობებზე, ასეთ უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახურებში და თან საკმაოდ აქტიური სტრესული სამუშაო აქვთ, ისინი შედარებით უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ ასევე საკვებ რეჟიმთან და რაციონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, აი ესეთი სტრესული პარადოქსალური დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს. კვლევები ადასტურებს, რომ ძილის ხანგრძლივობის შემცირებისას აქტიურდება საკვებით დაჯილდოებასთან ასოცირებული ეგრეთ წოდებული ტვინის უბნები, რომლებიც ტვინს ერთგვარად ორგანიზმს აძლევენ დირექტივას, რომ გაზარდოს საკვების რაოდენობა, მეტად ცხიმით მდიდარ საკვების მიღებაზეა საუბარი და ძილის შეზღუდვისას ეს მოძრაობის ჰორმონების შემცველობა ქვეითდება. იგივე ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე დღეს გრელინის და ლეპტინის არსებობა, გრელინი იგივე შიმშილის ჰორმონია და მისი შემცველობაც ასევე ამასთან ერთად იმატებს. ამის საწინააღმდეგოდ უკვე ძილის გახანგრძლივებისას შეიძლება დაქვეითდეს ენერგიის მოხმარება და ჩვენ ყოველთვის პაციენტებს, რომლებსაც აი მით უმეტეს ახალგაზრდებში, რომლებშიც არ არის ხოლმე ესეთი აუცილებლობა, რომ ძილის რეჟიმი ჰქონდეთ, თხოვთ ხოლმე, რომ გადაანაცვლონ, ეცადონ, რომ დილით ადრე ადგეს, შესაბამისად ორგანიზმი მათ მალე მოთხოვთ დაძინებას და ჩაძინების ფაზა დადგება უფრო ადრე, ვიდრე დავუშვათ ჩვეულებრივ იძინებთ და ხშირად აი ესეც კი გარკვეულ გამშვებ მექანიზმს წარმოადგენს და გვეხმარება იმაში, რომ ასეთი წონის დაფრთხვას ვეძახით. ჩვენ ასე ვთქვათ, დაიწყოს წონის კლების დადებითი პოზიტიური ფაქტორი.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კიდევ ერთი სამკურნალო საშუალება, რომლებიც დღეს ძალიან აქტიურად გვაქვს ჩვენ ჩართული სხვადასხვა შემთხვევაში წონისკლების აუცილებლობის დროს, რა თქმა უნდა, ესეთი ერთგვარი ჯადოსნური ინსტრუმენტი არ აგვაქვს ხელთ, რომელიც ერთგვარად მოაგვარებს ჭარბიწონის პრობლემას და ყველა სხვა დანარჩენს, ამიტომ ყველაფერი მაინც თქვენს ხელშია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობაც, ჩვენ ოპერაციაც ვახსენეთ ერთვება, თუმცა თავად არსებობენ მთელი რიგი მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც შესაძლებელი ერთგვარი ხელშეწყობი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ წონის მატება გამოიწვიონ, მათ შორის ბევრი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პრეპარატია, მათ შორის ანტიფსიქოსური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, კრუჩის საწინააღმდეგო საშუალებები. ისინი შეიძლება თავისთავად აღმოჩნდნენ, ასევე დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება აღმოჩნდეს, რეპროდუქტიული ჰორმონები, რომლებიც ხშირად გამოიყენება უშვილობის სამკურნალოდ და სხვა მედიკამენტების ჯგუფი. თუმცა ყოველთვის როცა მათ ნიშნავენ ექიმები, ამას ითვალისწინებენ და ხშირ შემთხვევაში ისინი თავად აღთქმულებენ პაციენტს, რომ შესაძლებელია ეპიზოდური წონის მატება გამოიწვიოს და ასეთ შემთხვევაში პაციენტმა პარალელურად უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ კვების კალორიაჟი ან მოძრაობა გაზარდოს, ან კალორიაჟი რა თქმა უნდა დააბალანსოს. ეს იყო ყველაფერი, რაც მე მინდოდა თქვენთვის დღეს აი ეს თქვენი კითხვების შესახებ მეთქვა. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გადაცემა გავა 4 შაბათს. მე მინდა კიდევ ერთი თხოვნა გითხრათ თქვენ და მოგმართოთ იმით, რომ ჩვენ კიდევ დაგვეხმაროთ, რომ ესეთი გადაცემები ჩავწეროთ, ამიტომ მოგწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე თქვენი სასურველი კითხვები. ის პაციენტები, რომლებიც ჩვენთან კლინიკაში მოგზანდებით, შეგიძლიათ ადგილზეც დატოვოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ კითხვებს შემდეგ ყოველთვის ვაკვირდებით, ვკითხულობთ, უპასუხოთ, არასოდეს არ ტოვებთ. ეს გადაცემა გადის ყოველთვის 4 შაბათს და ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი საავტორო გადაცემა, ექიმის მონოლოგი, რომელსაც ასევე შეგიძლიათ უყუროთ, ერთ კონკრეტულ დაავადებაზე კითხვების გარეშე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ. იმისათვის, რომ თქვენ აი ესეთი მსგავსი პრობლემა, როგორიც არის დღესდღეობით საკმაოდ რთული და სამედიცინო პრობლემა მეტაბოლური სინდრომის სახით, მოაგვაროთ, თუ თქვენ ეს დიაგნოზი გაქვთ, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენ კლინიკასაც, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, წინწაძის 73 ნომერში, გეგახსენებთ, ეს არის ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი, სადაც ჩვენი მულტიპროფილური გუნდი დაგვხვდებათ და ჩვენ თქვენთან ერთად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ თქვენი ჯანმრთელობა და დაგიბრუნოთ ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, თქვენთან ერთად თქვენი თანადგომით, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ არ იყოთ ესე თქვათ, ცოტა მძიმე განწყობით, იმიტომ რომ ხშირად ამ დაავადების, აი სინდრომის დასმას ახალწლოვანი პაციენტისგან ძალიან სერიოზული ემოციური ესეთი ხასიათის ცვლილება, იმიტომ რომ თითქოს ყველაფერი უკან წადარჩა, ცხოვრება ისე წონის მატებასთან ერთად ყველაფერი მას ვიზუალურადაც არ მოსწონს, რა თქმა უნდა, თავის თავი, თუმცა ეს ესე არ არის, იმიტომ რომ პრობლემა ნამდვილად არ არის მოუგვარებელი, რაც უფრო აღარ დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა კითხვები ექიმთან, მე გახლავართ ელისაბედ ლიზიკიჭავა, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ექიმი ნუტრიციოლოგი. მადლობა.